85 მომხრე 0 წინააღმდეგი დადგენილება მიღებულია. ულოცავთ ბატონ მამუკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას. 3 სექტემბრის ხდომაზე პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ფრაქცია ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. სუსის ახალ უფროსს პარლამენტის ტრიბუნიდან მოხსენება არ გაუკეთებია. სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურულ ხდომაზე ისაუბრა. პოსტზე დამტკიცების შემდეგ მედიასთან ზოგადი კომენტარები გააკეთა. განცხადება მადლობით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ გამოცხადებული ნდობისათვის მადლიერება გამოხატა. თავარ გამოწვევებზე საუბრისას კი საგარეო საფრთხეები დააფიქსირა. ახსენა ოკუპაცია, თუმცა რუსეთიდან როგორც საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე არაფერი უთქვამს. თქვა რომ ქვეყნის შიგნითაც უამრავი პრობლემაა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის გამოწვევები, რასაც სუსი უნდა გაუმკლავდეს. ამისთვის კი უშიშროების უწყებაში ცვლილებები დაანონსა. მე მინდა ქართული ოცნების ყველა წევრს, ყველა წარმომადგენელს დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დამთავრებული ქართული ოცნების რიგით ჯარისკაცამდე ამ 10,000-ობით ადამიანს ყველას მადლობა გადაუხადო ამ წლებისათვის. ჩემი დავალება გუნდის ხალხისგან იქნება მთავარი და არის ის, რომ ამ ქვეყანას შესატყვისი ამ მიზანთან და შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური ყავდეს. ხა რომ შეგვირდეთ რომ ბოლომდე გახსნილი იქნება ეს სამსახური, საქართველოში როგორც ვიტყვით ხოლმე, ჩემთვის ბოლომდე გახსნილი უსაფრთხოების სამსახური, იმას თავისი ფუნქცია აქვს, ანტიტერორისტული მიმართულება გვაქვს, სადაზვერვო მიმართულება გვაქვს, კოდდაზვერის მიმართულება გვაქვს, ანტიკორუფციული მიმართულება გვაქვს და ამ საკითხებს განზრახ და გამიზნულად ვუსვამ ხას, სადაც ჩვენ სერიოზული შედეგები უნდა გქონდეს, მაგალითად ანტიკორუფციული მიმართულებით. ოკუპაცია და მის თანდავის შედეგები და მეორე გარიჩავრებები. მთავარი მიმართულება იმ საფრთხეებისა, რაც საქართველოს დღეს აწუხებს ყველაზე მეტად. მამუკა მდინარაძის სუსის უფროსად დანიშვნას უპირობოდ მიესალმებიან ქართული ოცნების დეპუტატები და მდინარაძის ყოფილი კოლეგები. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ის ამ უწყებას პირნათლად გაუძღვება. საფრთხეების ფონზე რაც და გამოწვევების ფონზე რეგიონული შიდა გარე რასაც რის წინაშე იმყოფება დღეს საქართველოს, ნამდვილად არსებითად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორც უსაფრთხოების ხერხემალი ქვეყნის იყოს მოწოდების სიმაღლეზე და მაქსიმალურად ეფექტიანად და გამართულად ფუნქციონირებდეს. სწორედ ეს მოლოდინი და სურვილი გვაქვს მამუკა მდინარაძისგან, როგორც ახალი ხელმძღვანელისგან, მისი ხედვა სრულად შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს, კერძოდ იგი აპირებს რომ ინსტიტუციურად არსებითად გააძლიეროს ეს უწყება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სხვა ყველა მიმართულებით რაც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები ამ მიზანში და ამ სურვილში მას ექნება ჩვენი სრული მხარდაჭერა მომავალშიც. მამუკა მდინარაძე სულში მკვეთრად განსხვავებულად წარმოუდგენიათ ქართული ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ უწყებაშიც რეალურ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს და არა ხელმძღვანელი. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის კომფორტულად იყო ნაცებთან ურთიერთობაში, პორტირებულ ნაცებთან ის უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, როგორც მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ის რომ თქვა ახლა ამ მომცემლობაში ნაცი მდინარაძე გახდა სუსის ხელმძღვანელი, რა თქმა უნდა, ეს მისთვის კომფორტი არის. სხვა რას იზავს ეს ადამიანი, სიბინძურები გაიზრდება, იმიტომ რომ ახლა ამ ხალხს ეს აქვს ნაცებისგან ასწავლი, სხვა არ შეუულიათ, კიდევ უფრო სხვა ვიდეოები შეიძლება გამოჩნდეს, პირადი ცხოვრების საკადრები გამოჩნდეს, რაც ახასიათებდა ნაცნობ მოძრაობას სიბინძურე, ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე აქვს ხრუფელი შეწოვილი, ეს ცოდნა, როდესაც ის ნაცების სისტემის ნაწილი იყო. ჩვენთვის არანაირი გვარი არაფერს არ წარმოადგენს ამ მოღალატე და კრიმინალთა რუსული ბანდის შიგნით არავინ არაფერს არ წარმოადგენს. ყველანი არიან რუსეთის მონები, საქართველოს მოღალატეები, ივანიშვილის ჭანჭიკები, რომელიც თავის მხრივ არის პუტინის მონა და პუტინის გეგმის შემსრულებელი საქართველოს მოღალატე. ამიტომ ერთი ჭანჭიკი გადანაცვლდება თუ მეორე არანაირ მნიშვნელობა თვითონ ლაპარაკობენ ამას და თვითონ ამჟღავნებენ კიდევაც საერთოდ არაფერი არის, ნოლი არის მათი ფასი. როგორც ადამიანების, როგორც პიროვნებების არის ნოლი აბსოლუტურად და ისინი საქართველოს ისტორიაში შევლენ როგორც სამარცხვინო მოღალატეები. მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომელიც სუსის უფროსად მხოლოდ 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. სუსის უფროს პარლამენტი 6 წლის ვადით ამტკიცებს. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.